მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სასამართლო 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ორ ჭინკას, ორ უზრდელ არსებას, როგორებიც არიან ვინმე ლიკა ლორდქიფაინიძე და თათია აფრიამაშვილი. ეს ორი უზრდელი მარიამ ლაშხს, ქართული ოცნების დეპუტატს, მიეჭვდნენ კაფეში, მაშინ როცა მარიამ ლაშხი თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად იჯდა და დროს ატარებდა მშვიდად, ეს ორი უზრდელი პარაზიტი მიუვარდნენ, არაადამიანურად ყვიროდნენ, წიოდნენ რაღაცებს, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამით, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფა მიაყენეს არა მხოლოდ მარიამ ლაშხს, არამედ ამით დასტრესეს ბავშვები და ამათი არაადამიანური საქციელის შემხურე ბავშვებმა, რა თქმა უნდა, მიიღეს სტრესი. ამის გამო ლაშხმა უჩივლა ამ ორ პარაზიტს და სასამართლომაც 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ეხლა ვინმემ რო კითხოს აი ამ ორ უზრდელს თუ რისთვის იბრძვიან, მათი პასუხი იქნება, რომ ისინი არიან ევროპული და დასავლური ფასეულობებისთვის მებრძოლი ადამიანები, მაგრამ რა თქმა უნდა, აი ამ ორ უზრდელ არსებას არაფერი საერთო არ აქვს არც ევროპულ და არც დასავლურ ფასეულობასთან და ერთადერთი ამათი საქციელი და ამათი შინაარსი არის ის, რომ ფაშისტური მეთოდებით იბრძვიან და ფაშისტური დამოკიდებულება გააჩნიათ ყველა იმ ადამიანისთან მიმართებაში, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და ვინც ამათნაირი ავადმყოფი არ არის ტვინის და აზროვნების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ეს 12 დღე არის მცირესასჯელი და არაფერი არ არის და ამ 12 დღის მაგივრად 12 თვე რო ყოფილიყო, რა თქმა უნდა, იქნებოდა უკეთესი იქნებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ 12 თვე აი ამ უზრდელს ვეღარ ნახავდა ჩვენი საზოგადოება და 12 თვის განმავლობაში აღარ მოიშხამებოდა საზოგადოება აი ამ უზრდელი არსებების გესლით და მეორეს მხრივ აი ამ პარაზიტებისთვის იქნებოდა უკეთესი 12 თვიანი პატიმრობა იმ თვალსაზრისით, რომ მეტს იფიქრებდნენ, უფრო მეტი დრო ექნებოდათ, რომ დაფიქრებულიყვნენ თუ საერთოდ ვის ემსახურებიან, რას ემსახურებიან და იქნება წიგნიც აიღოთ ხელში და წაიკითხათ და ამის შედეგად იქნება მერე გაერჩიათ ერთმანეთისგან, რომ უზრდელობა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ერთი და იგივე არ არის. აი ამ პარაზიტებს და ამათ მსგავს პარაზიტებს ნაცებმა და კონკრეტულად გირჩი ჯაფარა დედამოწყნულმა თავში ჩაუდო და დააჯერა ის, რომ უზრდელობა არის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებაო და დააჯერეს, რომ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს მიუვარდნენ და მიაყენონ სიტყვიარი შეურაცხყოფა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და რა თქმა უნდა, ამათი საქციელი თავიდან ბოლომდე არის უზრდელობა და თავხედობა და არაადამიანობა და მათ საქციელს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან არაფერი არ აქვს საერთო, ზუსტად ისევე, როგორც საერთო არაფერი არ აქვს ამ პარაზიტებს ევროპულ და დასავლურ ფასეულობებთან. ესენი არ იბრძვიან არანაირად არც ევროპული და არც დასავლური ფასეულობებისთვის, ესენი იბრძვიან მეგის ხარდავასთვის, ახალაიებისთვის, სააკაშვილისთვის, მერაბიშვილისთვის და აი ამ დედამოწყნული ნაცებისთვის. ერთადერთი ვისთვისაც და რისთვისაც იბრძვიან ეს პარაზიტები, იბრძვიან კოლექტიური ნაცებისთვის და ამათი ბრძოლის მეთოდი არის თავიდან ბოლომდე ფაშისტური და სხვა არაფერი არ შემიძლია ვთქვა აი ამ ორ უზრდელ პარაზიტ არსებასთან, რომლებიც დაკარგული არიან ამ სამყაროში და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უზრდელობა გონიათ, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და ფაშისტობა და დემოკრატობა ვერ გაურკვევიათ ერთმანეთისგან. აი ამ ორ პარაზიტს და ამ ორ უზრდელ არსებას
მას შემდეგ რაც სასამართლომ 12 დღით მიუსაჯა პატიმრობა, ტელეკომპანია ფორმულა ფურთავს ისე, რომ თითქოს ეს ორი პარაზიტი არიან პირდაპირ ხმალამოღებული მებრძოლები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და ესენი არიან ევროპული ფასეულობების დამცველები. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღვნიშნე, არაფერი საერთო არ აქვს აი ამ ორ პარაზიტს ევროპულ ფასეულობებთან და ერთი ტელეკომპანია ფორმულა არის ობიექტური და რამე ღირებული ფასეულობისთვის მებრძოლი და მეორე აი ეს ორი პარაზიტია დემოკრატია არსება და რამე ღირებულისთვის მებრძოლები. ეს არის რისი თქმაც მინდოდა და კიდევ ერთხელ მივესალმები აი ამ ორი უზრდელი არსების 12 დღიან პატიმრობას და გავიმეორებ კიდევ ერთხელ რომ ეს 12 დღე არაფერი არ არის და უკეთესი იქნებოდა თუ ეს 12 დღე 12 თვე გახდებოდა და ამას თუ გაითვალისწინებს მომავლისთვის ხელისუფლება და გაამკაცრებს სასჯელს აი ესეთი უზრდელი და არაადამიანური გამოხტომებისთვის უკეთესი იქნებოდა. აი ამ პარაზიტების საქციელში აქ ზრდილობაზე და ან რამე განათლებაზე ან რამეზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ესენი არიან უბრალოდ გაბოროტებული არაადამიანები. წინააღმდეგ შემთხვევაში ესენი რომ უბრალოდ ადამიანები ყოფილიყვნენ და ადამიანური გრძნობები რომ მათთვის ნაცნობი იყოს, რა თქმა უნდა, ბავშვების თანდასწრებით მარიამ ლაშხს შეურაცხყოფას არ მიაყენებდნენ. ესენი არიან ჩვეულებრივი არაადამიანი უზრდელი პარაზიტი არსებები და მეტს არავის და არაფერს არ წარმოადგენენ. ეს არის რისი თქმაც მინდოდა აი ამ პარაზიტების დაკავებასთან დაკავშირებით.